თეირანი ნამდვილად ცინის, რადგან კიდევ ერთხელ რეჟიმი იღებს ყველაფერს, რაც სურს, არაფრის დათმობის გარეშე. ვაშინგტონი ჩქარობს, რომ რეჟიმთან შეთანხმება გამოაცხადოს და ომანთან ერთად სრუტის გახსნა უზრუნველყოს. და რეჟიმის სახელმწიფო მედიის მიხედვით ისინი ითხოვენ შეთანხმებას, რომელიც მთლიანად აუკრძალავს ამერიკულ და ისრაელის გემებს სრუტეში გავლას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებენ დამღოებს თვირთის ღირებობის 20%-მდე. ასე რომ ვაშინგტონი ჩქარობს, რომ დიპლომატიურ გამარჯვებად გამოაცხადოს შეთანხმება, რომელიც ამერიკულ გემებს იმ წყლის გზით სარგებლობას აუკრძალავს, სადაც მსოფლიოს ნათობის მეხუთედი გადის. და ახლა მაშინაც კი როცა ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება, რეჟიმი მაინც პოულობს გზებს, რომ შეცვალოს პირობები. გულისხმობ იმას, რომ ამ შაბათ-კვირა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰორმუზის სრუტე რეალურად არ გაიხსნება, თუნდაც ომანის შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს, რადგან თეირანის თქმით შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ აქვს ვალი რეჟიმის წინაშე დათმობების სახით, რადგან თითქოს ივნისში თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო დაარღვია. ახლა არაღჩიმ კონკრეტულად დაადანაშაულა ვაშინგტონი იმაში, რომ წყლის გზაზე ისლამური რესპუბლიკის კონტროლს ძირს უთხრის, რადგან ცდილობს საკუთარი ალტერნატიული საზღვაო მარშრუტის შექმნას. საშინელებაა იმ წყლებში, რომლებიც რა თქმა უნდა ირანს არ ეკუთვნის. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, რეჟიმი მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს საკუთარი საზღვაო ინტერესების დაცვა იმ წყლის გზაზე, რომელსაც ირანი სრულადაც კი არ აკონტროლებს და ამერიკულ ინტერესებს მათთვის გაცემულ დარღვეულ დაპირებად წარმოაჩენს. აი რატომ არ უნდა აწარმოო მოლაპარაკებები ისლამურ რეჟიმთან ან ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, მათ სამხედრო გზით უნდა დაამარცხო.